მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში. ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია, როგორც ხედავთ, ედიშერ ლომაძე და მიზეზი თუ რატომ მოვიწვიე ედიშერი ჩემ პოდკასტში არის რაღაც ძალიან ბევრი. ერთი რომ სულ მინდა რომ აი ესეთი კაი ბათუმელები როგორც ედიშერია, ეს ადამიანები რაღაცა ფორმით იყოს ჩემი სტუმარი და ჩემი პოდკასტის ისტორია გაალამაზონ. მეორე არის ის, რომ ედიშერი მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი უნიჭიერესი მუსიკოსი არის, არათუ მხოლოდ ქალაქის დაჭერის, არამედ საქართველოს მასშტაბით ყველას ახსოვს 90-იან წლებში მისი მუსიკალური კომპოზიციები. და გარდა ამისა, ედიშერი არის ადამიანი, რომელსაც ეხლაც კი აქვს ახალგაზრდებთან ურთიერთობა, ეხლა დააფუძნა ახალი ჯგუფი გეოპლანეტი და ძალიან ისეთი საინტერესო სახელი არის, ხო, თან გეო არის, მაგრამ რაღაც ალტერნატიული პლანეტიდან არიან და დღეს მინდა ედიშერთან ვისაუბრო მუსიკის როლზე განათლებაში და ის თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ზოგადად მუსიკას ადამიანის განვითარებისთვის, პიროვნული ზრდისთვის და მე პირადად ვთვლი, რომ ინტელექტუალური განვითარებისთვისაც და ზუსტად ამის ესეთ არის დღეს ჩემი სტუმარი. დიდი მადლობა რომ მოხვედი, დიდი მადლობა რომ მადლობა თქვენ გამონახეთ. მადლობა ლალი. მოხარული ვარ ნამდვილად და მივესალმები თქვენს აუდიტორიას. თან ედიშერი არის ჩემი თაობის ადამიანი და რაღაცა ძალიან ისეთი შინაგანი ისა მაქვს რა, რაღაცა სხვანაირი სიყვარული მაქვს ამ ადამიანისადმი და ედიშერი რა არის იცი? აი მე ყოველთვის ვუყურებდი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის მუსიკის გავლენა ადამიანზე და ნუ ახან ნიცშედან მოყოლებული და ნებისმიერი თეორეტიკოსი პითაგორასთან მოყოლებული, ხო? მუსიკის თეორეტიკოსი და მათემატიკის ფუძემდებელი ერთი და იგივე ადამიანია და ისიც ფილოსოფოსია, ხო? ანუ ეს კავშირები მუსიკას, აბსტრაქტულ აზროვნებას და ზოგადად ადამიანის მსოფლმხედველობრივ განვითარებას შორის არის ძალიან დიდი. და დღეს რომ ვუყურებ, ხო, კი არის ვთქვათ რაღაცა დონეზე ეხლა თუნდაც იგივე სასკოლო განათლებაში რაღაცა მუსიკის გაკვეთილებს, ხო, შორის ძალიან კარგ მასწავლებლებს გადავაწყდი. მე ხოლმე მოსწავლებთან მაქვს შეხება და ვნახე, რომ ზოგჯერ მუსიკის მასწავლებელი იმაზე უფრო კარგად გადის ლიტერატურაზე და ადამიანის ბავშვის მსოფლმხედველობაზე, ვიდრე ვთქვათ ლიტერატურის ან თუნდაც ისტორიის მასწავლებელი და ძალიან მიხარია, რომ რაღაცა ეს რყევები და ეს ცვრები არის. მე მახსოვს ჭრელო პეპელას და ციცინათელას მეტი არაფერი არ გვიმღერია სკოლაში. ხო. და მოდი აბა უცებ ვისაუბროთ იმაზე, რომ აი შენ როგორ დაიწყე და მივალთ ალბათ იქამდე რა არის შენთვის მუსიკა, მაგრამ ძალიან საინტერესოა აი 90-იანებში როგორ დაიწყე და აი დღემდე როგორ მოიყვანე ეს ჯგუფები, იმიტომ რომ შენ არაერთ ჯგუფთან მინახი ხარ მე. ერთთან მქონდა თანამშრომლობის ბედნიერება. ნუ ძირითადად ჩემზე თუ ვილაპარაკებ, დავიწყე თავიდან პირველი შეხება მუსიკასთან მქონდა დაახლოებით 6-7 წლის ასაკში. ჩემი ძმა შეიყვანეს მუსიკალურ სკოლაში და მე გამოვთქვი დიდი უკმაყოფილება, მე რატო არ შემიყვანეთ მეთქი და მეც შემიყვანეს. აღმოჩნდა აბსოლუტური სმენა. მე 7 წლები დავამთავრე ფორტეპიანოს კლასით. მე უკვე ჩავაბარე სამხატვრო სასწავლებელში. საერთოდ სხვაგან წავედი. 4 წელი იქ ვისწავლე. და მე ისევ დავაბრუნდი მუსიკას და დღემდე მუსიკაში ვარ. და რა ვიცი ახლა რაც შეეხება თვითონ მაგალითად ანუ ხელოვნებას არ შორდები, მაგრამ აი ესე ანუ რატო ჩამოთვალე ეს ქრონოლოგია, რომ სკოლაში, მუსიკალურ სკოლაში მაგალითად აი ძალიან რთული დისციპლინაა თვითონ მუსიკა, იმიტომ რომ ბევრი საათი უნდა იმეცადინო, ანუ ერთი და იგივე, აი ძალიან დიდი ნებისყოფა გინდა. და შოთაშორის იმის თქვა მინდა, რომ თუ ბევრი არ იმეცადინა,
ბავშვმა, ხო, ის ვერ გახდება, ანუ საშუალო დონის კარგი მუსიკოსი შეიძლება ვერ გახდეს, რომ ძალიან დიდი შრომა უნდა. მე იმის თქმა მინდა, რომ ეს ასევე ძალიან ძლიერ ნებისყოფას აღალიბებს. ხო, ერთი მხრივ დიდი ენერგია უნდა, მაგრამ თუ გაკაჩე, მაგალითად სპორტსმენი რო ავიღოთ ახლა, თუ ბევრი არის ვარჯიშა დამწყებმა ფეხბურთელმა, ის ხო საათობით უნდა ივარჯიშოს, ხო 5-6 საათი, რა ვიცი, ბევრი. მასეა მუსიკოსის რა განათლების და ზოგადად აი განათლება რას ნიშნავს, ხო, ანუ ყველაფერი უნდა იყოს კომპლექტში, განათლებულ ადამიანში, ხო და მე მგონი ერთ-ერთი უპირველესი ნებისყოფა უნდა კონდეს მას, რომ მე რა პროფესიაშიც არ იქნება, ყველგან თავრესი ის არის. მე მგონი არ ვწდები. რა თქმა უნდა, არ ვწდები. მე ფაქტიურად რა ვიცი რა, ანუ მე უფრო და უფრო სასაული რაღაცე ფაქტიურად შენ თავთან საუბრობ რა, ასე ვთქვათ, უკვე შენ ნამდვილმეს ესაუბრები და არა იმას რაღაცას ზოგადად ვიტყვი გამოგონილს, ხო? ხო და ამიტომაც მე თუ ადამიანს მუსიკოს ეხსნება კიდევ შემოქმედებითი მხარე, ანუ შეუძლია შექმნას მუსიკა, უკვე ეს უკვე სულ სხვა თემა, ის უკვე ანუ ვინც ჩახედულია მაგ საქმეში ამას რომ ანუ შემოქმედების პროცესი მოდის უკვე არაცნობიერიდან. ანუ თუ აცნობიერებს შემოქმედების პროცესი, ის არ არის შემოქმედების პროცესი. ახლა მე მაგალითად თეორიულად შემიძლია ახლა 20-25 სიმღერა დავწერო ახლა მაგალითად დღის განმავლობაში. ერთი არ იქნება, ანუ ის შექმნილი არ შედგება ის, ხო? ხო, ეს ძალიან კარგია თანამედროვეობაში საუბრობენ ერთი არის როცა შემოქმედება და მეორეა კეთება და ძალიან ხშირად მუსიკოსები ამ სიტყვას იყენებენ რომ გავაკეთე ახალი კომპოზიცია, ანუ შევქმენის არ ამბობ. აი ხა ბეთჰოვენი არ იტყო და გავაკეთეო, ხო? ეხლა რა იცი, დღეს ეპოქაც ისეთი არის, რომ დღეს ალბათ მიღებულია მასე გამოთქმა რომ გავაკეთე. შევქმენი შეიძლება რაღაცა დიდი ამბიციაა. ხო, შევქმენი რა არის? იცი, ჩემი აზრით, როცა ამას ქმნი იქ შენ მე მგონი უფრო თანაშემოქმედი ხარ, ვიდრე ნამდვილი შემქმნელი. ღმერთი ყავს თანაავტორად, ხო? ნუ იქ რა თქმა უნდა ახლა წეგანა მაგალითი მოვიყვანე რომ ანუ რო შექმნი კი შექმნი ანუ ცოდნით ანუ იმ ცოდნით შექმნი მაგრამ ან ხელოვნურმა ინტელექტმა მაგალითად ახლა ხო ანუ ხო შეუდარებელია მაგალითად ჩემი მუსიკალური ცოდნა ხელოვნური ინტელექტის ანუ ცოდნა კიდევ ანუ ის ერუდიცია ინფორმაცია უამრავი მე მაგალითად რაც მაქვს მოსმენილი რაც მაქვს გამოცდილება ის მაქვს ხო იმას აქვს თელეკაცობრიობის გამოცდილება ხო დაახლოებით 5 მილიონზე მეტი სიმღერა აქვს უკვე შექმნილი ხელოვნური ინტელექტი ხო ხელოვნური ინტელექტი ანუ დააწერინენ უკვე და ძალიან მაგარი გაარანჟირებულია და ძალიან პროფესიონალურად გაკეთებული და ხმაც დადებული ხო? აი ხმაც ყველაფერი, ანუ ყველაფერი ძალიან აი მოусმენ და არაფერი იმას ანუ ვერ მოუძებნი იმას ანუ პროფესიონალური თვალით ამბობ. მაგრამ ვერცერთი ხიტი ვერ დაწერა. 5 მილიონ სიმღერაში ხო ერთი მაინც ხო უნდა გამოსული. ანუ მაინც ჯობი ვარ ხო ხელოვნური ინტელექტი დაწერა. ანუ მარტო ინტელექტი შემოქმედება არ ხდება. ამაშია საქმე. აი ზუსტად ეს არის და ძალიან სწორად მიაგენი მაგას რომ შეიძლება ტექნოლოგიებმა და მან ბევრი რაღაცით ჩაგვანაცვლოს ჩვენზე ჩქარა აკეთოს საქმეები რაღაცა მაგრამ ხელოვნური ინტელექტი და ვერანაირი კომპიუტერი ვერასოდეს ადამიანს და ადამიანში შემოქმედებას და კრეატივს ეძახი რომ ეს არის ღმერთის სხივი ის ადამიანში ხო ამას ვერანაირი კომპიუტერი ვერ შეცვლის და ზუსტად ამიტომ არის რომ ვთვლი რომ ძალიან ბევრი რამე არის გასაკეთებელი ზოგადად განათლების სფეროში
ისე რომ მხოლოდ მუსიკა არა, იქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რაღაცა გამოყენებით ხელოვნებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იგივე მხატვრობას ან რაღაცა ისეთი ჰოლისტურად რომ მიუდგე ხო შეიძლება რაღაცა ლექსი დაწერო და იმავდროულად რაღაცა ხანდახან ბავშვები ვეუბნენ მოდი აბა გავრეპოთ მეთქი ვიდრე ასეთ ისე მარტი მუსიკად მიგვაჩნია და ხანდახან ვრეპავთ ხოლმე ამ ლექსებს და სხვათა შორის ბავშვებს აი როცა ლექს სწავლობენ ხო რაღაცა მუსიკალური რიტმს ვთავაზობ ხოლმე რა მოდი გავრეპოთ თქო და ასე უფრო მარტივად სწავლობენ ლექსებზე პირადად მოვაჩინე ხო ძალიან ის არის სხვა შორის მაგი ძალიან სადღაც მე მგონი რაღაც თერაპია იყო თუ რაღაცა მასიაკეთებდნენ და ძალიან შედეგიანი იყო რა იმიტომ რომ ყველა ლექს აქ რაღაცა მუსიკა აქვს, შინაგანი რიტმი აქვს და იმას რომ დაიჭერ და მე უკვე იმაზე რომ დაჯდები, აი როგორც შენიტყოდი, აი სიხშირეზე რომ დაჯდები, მე უკვე კარგად აღიქვა ხო ინფორმაციას. თან მუსიკა ხო ის არ არის რომ რაღაც ან დაინახო, ან შეეხო, ან რაღაც ის არის ვიზუალიზება ნაკლებად ხდება. ანუ მაგხრივაც ურთულეს ხელოვნებად ითვლება ხა გაგებით რომ მაგალითად 5 გზნობიდან ერთი მუშაობს ფაქტიურად ანუ დანარჩენი ანუ შეხება არა მოსვით ვერ გზნობ გემოს ვერ გავუსინჯავ და არა და გემოც აქ ვიზუ ყველაფერი ვერ დაინახავ ანუ მარტო სმენის ორგანიზმ შედედის და ანუ ტვინი უკვე და ამუშავებს სხვათა შორის. დასახავს გერაში. კი, ის რომ აი ვთქვათ, აღიქვამ თუ მუსიკაში შეხვედი, ხო? იქ ვიზუალსაც იწვევს, გემოს განცდასაც გიქმნის მუსიკა და ხო, ანუ ყველა მიმართულებას ამუშავებს, ხო? ხო და აი ეს არის და ხალტრობას ხომ აქვს, მაგალითად არის ნახატია, ანუ შეხედავ, ანუ ფერებს ხედავ, შეეხები, უყურებ, ანუ სხვანაირად აღიქვამ, ანუ და ეს უნივერსალური ენა რა ფაქტიურად მუსიკა მაგას მენდელსონი ამბობდა რომ მუსიკა არის უნივერსალური ენა ანუ მუსიკა ესეთი ენა რომელსაც გადათარგმნა არ ჭირდება ანუ ყველასთვის ის არის რა ანუ ყველა გებულობს მენდელსონი რას ეწინააღმდეგებოდა იცი სიმღერის ფორმა რო შემოვიდა რა ანუ დღეს რა სიმღერის ფორმაცია შემოსული ანუ პოპ მუსიკაზე მაქვს საუბარი ხო? მაგი უკვე მე-19 საუკუნიდან შემოვიდა მაგ ფორმის ნაწარმოებები რა ანუ უფრო ქუჩის მუსიკოსები და ისინი ვეროდნენ და მე ეს უკვე სცენაზე ავიდა უკვე რომანსების დაწერა დაიწყენ და მენდელსონი იყო წინააღმდეგი რომ მუსიკასო ტექსტი რა თუნდაო არ ჭირდებაო ტექსტი, ძალიან წინააღმდეგი იყო, იმიტომ რომ მუსიკა ისედაც უნივერსალური ენაა რა. ხო. ბევრი რაღაცებია რა, ვიცი, უბრალოდ ჰარმონია მუსიკის მაგალითად, ანუ რაც გზნობებს აღზრავს, ანუ თელ მაგალითად შტაბეშტილებებს, იქ ძველ განცდებს, შეიძლება ძველი განცდა გაგიღვიძოს რაიმე მუსიკა ხო, რამდენჯერ მოხდარა ხო? რაღაცა დრო გაგახსენოს, ანუ დროში გამოგზაურებს, ანუ სასწაული ძალა აქვს რა. და ჰარმონია თვითონ ძველი სწავლულები ამბობდნენ რომ ანუ დრო სანამ დრო შეიქმნებოდა, იქამდე შეიქმნა ჰარმონია და მერე შეიქმნა დრო. იქ ცერნის კოლაიდერში ხო ნახეს ეს მიკროელემენტების პირველი შეხება და პირველი მუსიკალური ბგერები ხო გამოუშვეს რაღაც ელექტრონული მუსიკის ელემენტებს გავს ხო რაღაც საოცრება იყო ჩვეულებრივი სიხშირეები და ეს ფიზიკოსები რომლებიც ყველაზე ასეთი ემპირიული ისინი არიან რაღაცა კლუბებზე უკვე დაიწყეს ლაპარაკი მუსიკაზე ჰარმონიაზე სიმეტრიაზე აი მახსოვს რომ გიადვალი სულა პროტესტებდა რომ ეგეთ კითხვებს ანუ ვისვავთ რა ფილოსოფიურ კითხვებს მე ფიზიკოსი ვარო და უცებ ლაპარაკობს რომ სამყარო მე მგონი იმიტომ შეიქმნა რომ ჰარმონია და ისა სილამაზე განხორციელებული ხო და ამაზე მეტი ფილოსოფოსობა რა ხო ჰარმონია ხო უკვე არის იმიტომ რომ ჰარმონია თვითონ ზოგს ჰარმონია
გონია რაღაცა აი კარგად შერწყმული ლამაზად რაღაცა აი ვთქვით რაღაცა კარგი რაღაცა გონია ის ანუ სინამდვილეში ჰარმონია არც კარგი არც ცუდი ჰარმონია წყობა ნუ რაღაცის რაც უკვე ამოძრავებს და უკვე ქმნის დროს ხო ეს არ მიგულისხმია რომ ჰარმონია მათემატიკა რაღაცა რომანტიკული ბგერები იყოს ხო ის ახლა ძიმე როკიც ჰარმონია არის თავისი ხო იქა თუ არის მე ყველაფერი კი ყველგან ჰარმონია ჯაზში ჰარმონია ყველა ანუ კლასიკაში ხო არის და არის ანუ ესეც ყველაფერი შინაგან ძნობებს ეხება შენ შინაგან სამყაროს მუსიკა ანუ აკეთილშობილებს ყველანაირად ყველა ადამიანს მე ასე მგონია რა კი კათარზისული არის მუსიკაში ლიტერატურა და შეიძლება ერუდიცია კონდეს ძალიან დიდი რაღაცა მაგრამ ადამიანის გაკეთილშობილებას ლიტერატურა და წიგნიერება ვერ ახდენს მაგრამ მგონია რომ მუსიკა ახდენს ამას და ალბათ არ ვცდები ხო მუსიკა ახდენს კი იმიტომ რომ მუსიკას აი შინაგანად შეუძლია ისეთ სიმებს შეეხოს რასაც სხვა ვერ შეეხება მაგალითად მუსიკა ახლა ხო აი ნოტებისგან შედგება ხო მაგ თავარი ასპექტი კიდე რა არის იცი ნოტი არის ჩვეულებრივი სიხშირე მაგალითად ლა ნოტი არის 440 სიხშირე ნუ შესაბამისად უკვე სხვა ნოტები არის ყველა სიხშირეა და ამ სიხშირეებს შორის კანონზომიერებაა ხო ხო რა თქმა უნდა დაბალი სიხშირის ბგერები ანუ ბასები რო გვესმის საშუალო თუმცა ნოტები იგივე შეიძლება იყოს ხო ნოტების სიმაღლის და მიხედავთ ახლა ძალიან მაღალი ნოტი მაგალითად ფორტეპიანოზე ხო ნუ შეიძლება იყოს 3500 ჰერცი ან რაღაცა ეს ლა ნოტის შუა ოქტავის ლას რო აიღებ 440 ჰერცია ანუ ის არის უბრალოდ აი ინფორმაცია ანუ სიხშირე ვიბრაცია და ინფორმაცია მოდის რასაც შენი ტვინი გზნობს და შენი ორგანიზმის გზნობს ახლა ბასებს ორგანიზმი გზნობს რა აი თუ არის განსხვავება ალბათ ეგ არის ხო განსხვავება ჩანაწერსა და იმას შორის ხო ცოცხალ მოსმენას რა შორის თქმა უნდა მაგ რომ მაგ სიხშირეების ცვლილება ხდება ჩანაწერში ან ნუ ახლა ძალიან მაღალი ხარისხის ჩანაწერი უნდა იყოს რომ ძალიან მიახლოებული უნდა რომ იყოს აი ცოცხალ შესრულებასთან ახლა მაგ ძალიან ძვირიან სტუდიები რომ არის სადაც აი ძალიან ცნობილი იქნება ანუ მაგრამ ძირითადად რის თქმა მინდოდა იცი რომ ნოტი ჩვეულებრივ ის არის ანუ მუსიკაში ერთ-ერთი ის არის ანუ სიხშირეა რა იმ სიხშირებზე აკორდს აიღებ მაგალითად სოლოს დაუკრავ თუ საწიზა მაგრამ თუ ტონი არ არის ტონი ის ნოტი უკვე მტარია აი ეს არის თავარი იმიტომ რომ შეიძლება დაკვრა ისწავლოს თეორიულად ვიღაცამ რაღაც ძალიან მოინდომოს და რაღაც გააკეთოს მაგრამ ტონის შეგრძნება თუ არ აქვს ხო აი ეს ტონი მიდის ანუ შენ შეიძლება სიხშირე იგრძნო მაგრამ ტონი თუ არ არის შესრულებული თუ არ არის და გული თუ არა ჭადებული შეგნით ხო და რაღაცა ძალიან პიროვნული და ინდივიდუალური შედის აქა ხო ხო ეს ანუ ტონით ხდება ზემოქმედა ახლა მაგალითად აი ცუდმა მუსიკოსმა რო დაუკრას ხო ხო არ გესერმონება თუ გინდა საერთოდ არ იყო აფშე გაგებაში რო არ იყო მუსიკის ხო ხო ყველა ხდება რაც არ უნდა საერთოდ წარმოდგენა რო არ ხდეს კარგსაც უცხო ხო ძალიან დიდი ხანია ვაკვირდები ასეთ რაღაცას და ხანდახან ისეთი ადამიანები გზნობენ რაღაცას ანუ მუსიკის მოსმენას რომ აი იკვირს რომ აი როგორ ამას ხო არა ამის გამოცდილება მაგრამ არის რაღაცა რაც ყველა ადამიანშია რა აი ეს რაღაცა საერთო ის არის რა ზოგად ადამიანური ხო რა უბრალოდ სხვადასხვა გამოცდილება აქვს ადამიანს გავლილი და სხვანაირი ახმა კი მუსიკის არა ნუ ნიჭიერება ისეთი რაღაცა სხვა არხით მოდის რა ნიჭიერებას ყველა გაზომილებიდან ხვდები და აღიქვამ ადამიანი ხო მე ძალიან ხშირად მომისმენია და ხშირად არიცი რაღაც ბლოგერებს და იმებს უსმენ და ლაპარაკობენ რომ
ძალიან მნიშვნელოვანი არის კლასიკური მუსიკის გავლენა შემეცნების პროცესზე და განსაკუთრებით ლაპარაკობენ მოცარტზე. და ერთი მაღლა მე გამექცა ვეღარ მოვიპოვე მოცარტის რომელიღაცა სონატა არის თუ რომელიღაცა ნაწარმოები, რომლებიც განსაკუთრებულად მუშაობს კოგნიტური, ანუ სააზროვნო უნარების განვითარებაზე და ხშირად მაგ ხოლმე ჩართული მოსწავლეებთან, რომ რაღაცა ისეთი ფონად, რომ ალბათ ექსიხშირების ამბავია იქაც ხო? და ჩვენც ხო ადამიანის გონება ხო, ეს არის ფაქტობრივად ნეირონებია ხო? ნეირონების ისა გვაქვს, რა ქვია, კვანძები. და ეს სიხშირეები უნებრივია რომ ამაზე იმუშავებს და ვცდილობ რომ ეს მიმართულებაც რაღაცა პორტეთ ჩასვა. ეხლა კიდევ ერთ ძალიან საინტერესო რაღაცას ვიტყვი, ახლა ნუ ეს ცნობილი ფაქტია, მაგრამ წერა რომ გითხარ რომ ლიანოტი 440 ჰერცია. ანუ ეს 440 ჰერცი რომ გახდა ლიანოტი, ეს საერთაშორისო სტანდარტი მიიღენ მეოცე-საუკუნის დასაწყისში თუ არ ვცდები. მაგის სტანდარტებიც არსებობს. ხო, ანუ რისი თქმით ახლა შერასაც ამ ძალიან გამოგადგება. ძველი სტანდარტი იყო 432. ანუ ოდნავ დაწეული იყო. ანუ იმ ნოტზე, ანუ 432-ზე ეწყობოდა მთელი ორკესტრები. ადრე ბაროკოს მუსიკა. როგორც გიტარას მიზევაწყობთ, ისე გასაგები. ოღონდ თუ დღეს არის მაგალითად რაღაცა სიხშირე, ადრე იყო ოდნავ ქვემოთ. ანუ გასაგები, ახლა უფრო მაღალია ხო. ხო და ძალიან წინააღმდეგი იყო მაგის ვაგნერი. და მთელი ნიჩეს მეგობარი. სოფლიოს გარშემო, ნუ მაგრამ მე მაინც მასე დაწესდა 440-დან. თუ YouTube-ზე მოძებნი, ანუ შესაბამისად ამის თუ გინდა მოცარტს, თუ გინდა კიდევ ბაროკოს სტილის მუსიკას. და იქ 432 სიხშირე. 432 სიხშირე მიაწერდა 432 სიხშირეში დაკრულს ამოვაგდეს. უი, ასე უნდა გავაკეთო. მე ძალიან დიდი მადლობა გამომადგება. ეს რა არის? ანუ ხშირად ჩვენ სამეგობრო წრეში ვატარებდით ასეთ ექსპერიმენტს. ჩავთავდით ერთი და იგივე მუსიკოსის შესრულებულ კლასიკურ ნაწარმოებს, კიდე ბაროკოს და სხვადასხვა სიხშირეზე. ესე იგი 432 არის ტესლას ამბობდა სხვათა შორის ნიკოლა ტესლა რომ 432 ეს არის ანუ ჯამში 9 გამოდის. ტესლა ამბობდა 9 ციფრია სულ. დანარჩენი ციფრები ხელოვნურია, გამრავლებული დამატებული. ხო და ანუ სამყაროს უმაღლესი ციფრიაო რა. და ეს მაგ სიხშირეში ჩარტე მოისმინე ნაწარმოები და იგივე ნაწარმოები იქნება 440-ში და შედარებაც ნახე. ანუ ემოციურად სხვა. ესე იგი ვაგნერი იყო 432-ის მომხრე? ანუ ხო? ძველის, ანუ ძველი. და ეს 440 რა მოსაზრებით გახადეს? არ ვიცი ახლა ასეთი სტანდარტი მიიღენ ეხლა დღეს სოფლიოში ანუ ძირითადად მაქსიხშირეზე ეწყობა ორკესტრები. ახლა მეც რო ვაწყობ ჩემ ინსტრუმენტს 440-ზე. ყველა 440-ზე ანუ გინდა კლასიკური მუსიკის წარმომადგენელი. ანუ ტრენდი არის ეგ და ანუ არ მოგისმენენ სხვა სიხშირე რო ჩართო, ხო? ანუ კი შეგიძლია სხვა სიხშირეზე რო ჩართო, რო დაუკრა, მაგრამ ყველაფერი გადააწყო და ყველა ინსტრუმენტი იმ სიხშირეზე და ცოტა ეს არის, რა ქვია. ცოტა შორის Pink Floyd-ს აქვს, Beatles-ს აქვს რამოდენიმე სიხშირე, კიდევ მაგ სიხშირეებზე რამოდენიმე სიმღერა დაწერილი. 432-ზე. ხო. და ჩაწერილი, კი. საინტერესოა ძალიან. არც ვიცოდი და ეხლა ჩვენთვის ეგ ახალი ამბავი. მე ანუ მიზეზი ძირითადად ასე ითქვა რომ ადრე ხო სიმებს ამზადებდნენ
ძუისგან და ცხენის და ცხენის რაღაცა და ფაფრის ხან ძროხის ძარღვიდან ამზადებდნენ კიდევ ანუ კონტრაბასებზე და სკელის და მე რკინის სიმები შემოვიდა ხო ანუ იმ დონეზე იმათ ვერ მოჭიმავდი ანუ გაწყდებოდნენ ხო გაწყდებოდა რა და ნუ რკინის სიმები უკვე ისაა მაგრამ აი საინტერესოა 422-ზე მოусმინე მაგალითად გინდა ბახს გინდა მოცარტს კლასიკოსები და მე 440-ზე იგივე ნაწარმოები თან ეს არის ერთი არის როცა უსმენ ამ მუსიკას და მეორე არის რომელ მუსიკას უსმენ ხო ჩემთვის აი როკს რო ადამიანი უსმენს ის რაღაცა ძალიან განსაკუთრებული სიმპათიით ვიმშვალები ხოლმე ისეთი ადამიანები ჩემი თავი გამომიჭერია მაგაში ადრე იყო მასე ხო ძალიან ის იყო ხო ჩვენი თავობა ხო მასე გაიგე და ის რას უსმენო Pink Floyd-ი თუ Led Zeppelin რომლის სიანი ხარ ისე რატო გამორიცხავს ერთმანეთს ეგ ორი ჯგუფი რა საინტერესოა რატო იყო ასე და არა გამორიცხავს იმ გაგებით რომ აი სხვადასხვა ის არის რა ანუ მაინც რა ვიცი ორივე სიამოვნებით უსმენ ახალ მწვენია რომ ეთყობა რაღაცა ვერავარ მუსიკაში კარგად იმიტომ რომ თუ Led Zeppelin-ს უსმენ მაშინ Pink Floyd-ი არ უნდა მოგწონდეს ხო წესით ახლა ამ ჩვენი სტანდარტის მიხედვით ანუ საერთოდ მე მგონი აი ყველა მუსიკა ასე ვთქვათ საინტერესოა ხა ნუ დიდი ჯგუფების მithumetes ახლა რატომ არ უნდა მოусმინო მაგალითად იგივე Led Zeppelin-ს და რატომ არ მოусმინო Pink Floyd-ს ან სხვა ჯგუფებს კიდევ System of a Down-ი კიდევ ხო კი System of a Down თუ გინდა ანუ სხვა ესენი რა ჯაზ რატომ არ უნდა მოусმინო მაგალითად რატომ არ უნდა მოусმინო სხვა ანუ მე ვერ ხვდები მაგას მაგრამ როგორც მუსიკოსი ანუ როკს გავყევი თორე ანუ Miles Davis-ის იმდენი მაქვს დასმენი და რა ნუ კაცო ჩვენი სინის გვიყავს ანუ სოციალიზმის მუსიკები არ გვაქვს ნასმენი მაგრამ როკ მუსიკა კი როკ მუსიკა სხვა რაღაცაა და მაინც ძალიან დიდი მიზიდულობა აქვს ენერგია აქვს დიდი რა და კიდევ ერთი არგუმენტი არსებობს იმის სასარგებლო თუ რატო არის კლასიკური მუსიკა ადამიანის ინტელექტუალური განვითარების წინაპირობა ვინც მუსიკას უსმენს ნახეთ ასეთი რაღაც მოვისმინე რომ როდესაც კლასიკური მუსიკის სტრუქტურა როგორია აი თანამედროვე პოპ მუსიკისგან განსხვავდება რომ არის რაღაცა ტექსტი მერე მისამღერი მერე ისევის ბრუნდება მერე მისამღერი და ანუ სტრუქტურა არის ისეთი მყარი და განმეორებადი და იცი რომ ამის მერე ის მისამღერი უნდა იყოს და ხო და რაღაცერად განსაზღვრულია ტექსტის სტრუქტურა და როდესაც კლასიკურ მუსიკაში ეს არ არის ანუ სადღაც სხვაგან გაყავხარ ხო და რაღაც სულ იცი რომ რაღაცა სხვა უნდა მოხდეს და მერე ის ბგერები რაც არის უკვე შენში გრძელდება და ამიტომაც არის რომ სხვა ტიპის აზროვნებას იწვევს და აზროვნებაში სტანდარტში კი არ გაჯეს რაღაცა სტანდარტ ზედააზროვნებაში გაყავხარ და ასეთი არის მე არ ვიცი სხვა მუსიკოსთან ყოველდღე ასე არ დაკვირვება არ მინახავს მაგრამ System of a Down-ს აქვს ეგეთი მუსიკა კი აქვს დასლები ხო ისეთი რომ აი ერთი და იგივე აი ესეთი მკვეთრი სტრუქტურა არა აქვს მის მუსიკას წეღარობა ამბობდი ანუ მენდელსონი რო ვახსენ აი მაგის ანუ ეს ფორმა თვითონ ანუ მეინსტრიმული მუსიკის ანუ იცი რა მოხდება მერე უსმენ და იცი ახლა ეს იქნება მერე ეს იქნება ანუ აქ ვერ განსაზღვრო მე თუ ძალიან ზეპირად თუ არ იცი ახლა ეს წარმოები ხო ანუ კლასიკას რო უსმენ იქ კლასიკაში მე კლასიკურ ნაწარმოებში როგორაა ახლა ხომ ესეთ ნაწარმოებები იქ ანუ რიტმი იმ გაგებებით რა გაგებით ახლა მაგალითად თანამედროვე მუსიკაში იქ არ არის საერთოდ ხო ანუ დასარტყამი ინსტრუმენტები ისე არ მუშაობს რაღაცა მაგრამ იქ თავისი ტემპია თავისი დინამიკა
შეყავ ხარ მის სამყაროში, ის შენ სამყაროში შემოდის და ეს ურთიერთის ხდება რა, ანუ გაცვლა ამ ენერგიების რაღაცა იქ ისეთ რაღაცები ხდება, აი სიტყვით ვერ აღწერ ამას, ანუ ყველაფერს ვერ დაწერ ხო იცი ანუ ხო ისე ყველაზე ნაკლებად არის კი ხელოვნებაცოდნება თქვა რაღაცა და მუსიკის თეორია და ისა, მაგრამ აი ყველაზე ნაკლებად აღწერადია ამა თუ იმ ტიპის მუსიკის და თან როგორ არის ეს თანამედროვე მუსიკის თეორიები ჩვენ განათლების სისტემასთან ნაკლებად არის. ანუ ახლა შეიძლება რაღაცა კლასიკაზე გქონდეს ინფორმაცია, მაგრამ აი იქ თანამედროვეობაში რა ხდება და რა ტენდენციებია, მისი ცნობიერება ცოტა არა გვაქვს ხო ესე. მაგრამ ისე კრიზისია დღეს ხო თანამედროვე მუსიკაში და საიდან გვექნება ჩვენ წესი. არის იცი თანამედროვე მუსიკაში დღეს მართლაც კრიზისია. ან ისიც გამინდა იცი ერთ ჩემ მეგობარი ამბობდა რომ ანუ უკვე ყველა მუსიკა დაწერაო, ანუ ბახმაო რა, ბახი და ბეთჰოვენი, მოცარტი, ანუ ყველაფერი დაიწერა, ანუ ერთ ჩართვას გავაკეთებ, იგივეს იძახიან პლატონსეც, რომ მთელი პლატონის შემდეგ მეცნიერება არის მინაწერები პლატონის ტექსტის კიდეზე და ეთქობა ეგ არის ხო, მასე დიდ ავტორებს ეგ ახასიათებს, ხო ეპოქებს ჭამენ მერე. ხო, ანუ როგორც რუსთაველმა შეიჭამა მთელი პოეზია ქართული. ხო, ანუ ისეთ გამინდა იცი ანა, ნუ ეს სერიოზული ის არის, ანუ პრობლემა რა. ფაქტიურად 12 ნოტია სულ, ანუ ხო, ანუ მუსიკა შედგება პატერნებიდან. მოიცა მე 7 ვიცოდი და თუ იმას იძახი. ხო, თეთრ დიეზები არ ხო? დიეზები, ანუ იმ 7 ნოტში, ხო, ნუ რა უნდა დაუკრა კიდევ რა, ანუ რა უნდა დაუკრა, რომ აი რამეს რო არ გავდეს. ანუ ხო, მაგრამ ჭრელო პეპელაც იმ 7 ნოტითაა დაწერილი და მე-9 სიმფონიაც მეთქოლის. კი, ხო და მაგას ვამბობ რომ იმდენია დაწერილი უკვე, ხო, კრიზისში შეგვ, ანუ ერთი და იგივე რაღაცების ტენდენციებზეა რა, რაღაცა. ხო, ანუ შენი ძახი წმინდა მათემატიკურად რა კომბინაცია უნდა გააკეთოს ესეთ. უკვე ანუ ის აი მარკეტინგული პრინციპი აქვს უკვე. მუსიკას რა ესე ადრე უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგალითად სანამ აი საერთოდ ჩაიწერებოდა მუსიკა. ანუ მუსიკის ჩაწერა რო დაიწყო, ანუ უკვე გავლენები წამოვიდა. უკვე ჩაიწერა მუსიკა და იმ ჩანაწერის გაყიდვა დაიწყო, ხო? უკვე ეს გახდა უკვე აი უკვე კომერცია გახდა, უკვე მარკეტინგი გახდა იქა, მთელი სისტემები მუშაობს, შეფუთვის სტუდიები მუშაობენ, იქ ხმის ინჟინერები და ფიზიკოსები და რა ვიცი, მთელი ინდუსტრია, ანუ საუნდ ინდუსტრია, ასეთი ტერმინი არსებობს, ანუ ხმის ინდუსტრია, ეგ რო გავიგონე პირველად, მეთქი რა ხმის ინდუსტრია, ვერ მივხვდი რას ნიშნავდა, ანუ და მართლაც უკვე ინდუსტრია ანუ მთელი სისტემა მუშაობს, ხო და მე მithქვა მინდა რომ გაკომერციულდა ძალიან ყველაფერი, ანუ მთელ მსოფლიოში, ანუ ახლები არ ჩანს ისეთები, ახლა მაგალითად აი 70-იან წლებში რო კიდევ უფრო ადრე, ანუ კიდევ 30-იანში ეს ჯაზის ტალღაში მოვიდა ელა ფიჯერალდის, ხო, ანუ ვინა ახლა, ანუ ახლა მე არ მინდა ვინმეს დავაკნინო ვინმე, მაგრამ ხო, აი ესე მაგხარისხის, აი ვინც აი გარღვევა მოახდინა, აი რაღაცა ახალი შექმნა, რაღაცა მიმდინარეობა რა. აი ძალიან კრიზისია მაგხრივას. აი ქართულ მუსიკას სად დააყენებდი დღეს თქვათ რა. ქართული ზოგადად ქართული მუსიკა, თუნდაც იგივე რა ვიცი, ქართული რომანსი, ან თანამედროვე ქართული, ხო, ფოლკლორზე არ ვლაპარაკობ. სხვათა შორის ეს პოპულარული, აი ეს პოპ მუსიკაც რაც არის ქართული, ხო? ესეც იმ ჩვენი ფოლკლორის რაღაცა ის არის. ჩიხია ერთგვარი, იქედან არის წამოსული, ხო? რა არის, იცი?
ну დღევანდელ ქართულ მუსიკას გამიჭირდება საუბარი იმ გაგებებით, რომ აი რაიმე კარგი ხდებოდეს, არის რაღაცა ცალკეული მომენტები ხან რაღაცას დაინახა ვიღაცა კარგი რაღაცა გააკეთა დადო რაღაცა, მაგრამ ის ხალხი აბსოლუტურად არ ჩანს, აი არც ტელევიზიებში ჩანს, არსად არ ჩანს ახლა. ძირითადად რაც მე ძალიან მაღიზიანებს და აი ყველა ვისაც მუსიკოსი ქვია. მომეს ტელევიზიები ძირითადად აპიარებენ ამ ეგრეთ წოდებულ ფანოღურ მუსიკას. ხო, ეს ახლა ხო და რაღაცა ისეთი ბულვარული გახდა. ხო, ძალიან ყველგან სცენაზე აი რაღაცა სხვაობა უნდა იყოს, რომ სცენაზე მაგალითად ადრე, ხო? აი სცენაზე ვერ ავიდოდა ისეთი მუსიკა ახლა მაგალითად მე არ მახსოვს თუნდაც კომუნისტების დროს აი საქორწილო მუსიკას სცენაზე ვაყოფილიოს. ხო. იგივე ხდება ახლა. ცოტა უფრო კარგად ქორწილს მისი ადგილი ქონდა, ხო, კი. სცენა სულ სხვა რამის ის უნდა იყოს, აი იქ მუსიკოსი უნდა გამოვიდეს, უნდა გამოვიტანოს ნაწარმოები, რომელიც ღირებულია და რომელიც მართლა მოახდენს იმ დანიშნულება, რაც არის მუსიკის. და არა ის, რომ ხანდახან რესტორანში ახლა თანოღიც მისმენია და იმის არ იყოს წეთი აღარ ვამბობდით, და კიდევაც მიცეკვია მაგაზე. მაგრამ ეს იმას ფარნიშნავს, რომ ახლა ეს ყველგან ეს იყოს და ახლა სცენაზე და რაღაც, ასეთი ვერ ხვდები რა ტენდენციებია თუ რაღაცა მიზანმიმართული რა იცი დამახინჯება ხდება რისი იცი მთელი გაუფასურება ხდება ახლა რაღაცა სამაკორდიანის სიმღერა რამდენ ხანს უნდა ატრიალო ამ ტელევიზიით რა იქნა სახინკლეში მაგი ისმის მარშრუტკაში ჩაჯდები გასხდა რა თავი მით უმეტეს ახლა შენაირი ადამიანისთვის ესეთი გრძნობელობა რო გაქვს მუსიკაზე ხო მე მგონი მაგი ის არის რა ქვია რაღაცა საკონცენტრაციო ბანაკში ჩასმას ნიშნავს ძალიან რთული წარმომიდგენია როგორი ის იქნება გახდება ისი ჩვენ ისე ეს ხმების კანალიზაცია კი ლალი ის გამედა ისი ჩვენ ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ ახლა რომ მუსიკოსებზე რადიო ლაპარაკობთ ახლა მაგალითად 90-იანი წლები ხო ჩვენ ხო შუქი არ ქონდა არაფერი არ ქონდა საერთოდ ხო ჩვენ პირობები არ ქონდა განვითარების ეს და მაშინ უფრო განვითარდა რო ხო იმ პირობებში მე არ ვიცი მართლა კიდევ ზოგი გიშგვეძახდა მე თქვენ ნორმალურები თუ ხართ რა დროის მუსიკა რა რეპეტიცია რა შუქი არსად არ იყო 2 საათით ხან მოვიდოდა ვირისით გამიდა იცი ისედაც მაგ პერიოდში ვერ მოახერხა ჩავარდნა ქონდა რა ქვეყანას მაგ დროს ეს ფაქტია კი ჩვენ წვალობთ რაღაცებს აკეთებდით სხვაც აკეთებდა ხო ვიღაცა თბილისში ქუთაისში ბათუმში არა აქვს მნიშვნელობა მაგრამ ძირითადად აი ძალიან ბევრი რამე ვერ გავაკეთეთ იმიტომ რომ ჯერემერთი სხვა ქვეყნებმა კომპიუტერი არ ქონდა ჩვენ სინთეზატორი არ ქონდა. ხო, საერთოდ არ ქონდა. ხო, შოკი არ იყო, არაფერი არ იყო. ეს ჩავარდნა მოხდა. ყველაფერში მე. ჩამოტოვა, ხო, ამ ტექნოლოგიურად, ტექნოლოგიურად, მე რო შეიცვალა ცოტა დრო და როცა ტექნიკასთანაც აი მე შემოვიდა ტექნიკა. ჩვენ უკვე მე ვსწავლობდით იმ ტექნიკას,
ეს ამან კიდევ იმოქმედა, ხო? მერე კიდევ ეს დაუმთავრებელი ეს აი ერთი და იგივეს პოპულარიზაცია რა, ანუ უგემოვნო მუსიკის რა. ეს არის უგემოვნო მუსიკა, რომელიც მისი ადგილი უნდა კონდეს იმას რა. მაგალითად, სახინკლეა თუ საკაბაბე თუ ამის თქმა მინდა რომ ანუ ძალიან ბევრია. მიხდი? და აქ ჩვენ ახლა ვიზისაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ანუ იქ პროდიუსერულ საქმიანობას ეწევა, მარტო მუსიკოსი კი არა, ანუ უკვე ჩაწერასთან აქვს მე მიქსთან, მასტერინგთან ეს უკვე ეს ამის გამოყენების პოტენციალია და იხშობა რაღაც ხო, ანუ დღეს არ არის რომ რაღაცა ცარიელი ნიჭის ხარჯზე რაღაცა გააკეთო. გამორიცხულია. კი. ეგ გამორიცხულია. ისევე როგორც კინოში, ხო, შეუძლებელია ხა თუ ფირი არ გივარგა და რაღაცა იგივე ამბავი. სხვა ეპოქა მე რა დავთქვი, დღეს უკვე ციფრული ეპოქა. წერა რომ ამბობდი რომ აი მუსიკის ჩაწერა რომ დაიწყენ და მე ანუ გამრავლება და გაყიდვეს კომერციალიზაცია რომ მოხდა, ანუ მთელი ინდუსტრია შეიქმნა მეთქე ზუსტად იგივე ამ თემიდან არ გადის ეს. ანუ ეს ყველაფერი ახლოსაა ერთმანეთთან. და შეიქმნა ესეთი ველი თან წერა რომ ლაპარაკობდის რომ ახალი არაფერი არ იწერება. ფაქტიურად. მაგრამ ეს არავის არ უნდა უშლიდეს ხელს იმაში, რომ მაინც შექმნას გააკეთოს რაღაცა, იმიტომ რომ ხო არ ნიშნავს ის რომ მე მგონია რომ კრიზისები იმიტომ ჩდება რომ რაღაცა გადაფასდეს ძველი და რაღაცა ახალი აუცილებლად უნდა გაჩნდეს რაღაცა ახალი. კი, რაღაცა. და იმაზე უფრო მაგარი ახლა ვიდრე რო კი არის ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ალბათ რაღაც გამოდნება მაგ მიმართულებიდან. ძალიან საინტერესო იყო, მე მგონი, ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო აქედან გამომდინარე ჩემი მაყურებელი ალბათ მოიწონებს ამ ჩვენ საუბარ და რა არის ფინალისკენ როცა მივდივართ ყოველთვის ჩემს იმას პოდკასტს აქვს ჩვენ ლალისთან ყავაზე ვარ და რა აი რა არის ყავა შენთვის და ზოგადად აი ბათუმელებისთვის რა არის ყავა ეს რაღაცა სტერეოტიპები გვაქვს ახლა თავში ხო მაგრამ აი როგორ უყურებ ამ ყავის მის კულტურას და შენ რა დამოკიდებულება გაქვს ყავასთან ყავასთან ძალიან დიდი ხნის დამოკიდებულება მაქვს. პირდაპირ მნიშვნელობით. ყავასთან დამოკიდებულება უკვე. პირდაპირ მნიშვნელობით აი დამოკიდებულება რო ქვია. მაგრამ სამწუხაროდ ეხლა რამოდენიმე წელია არ დამილივ ძალიან იშვიათად სვამ ისე. უშაქროს სვამ უკვე ანუ. შეცვალე ხო ეს ტრენდი. ავის აი მე ვერ წარმოვიდგენია აი ბათუმელი რომ აი ყავას რო არ მიირთმევდეს ხან ბერეგზე ხან ბულვარში გინდა სადმე კაფეში ანუ სახში სტომარი რომ მოვაყავი კოფე გინდა კოფე ხო კოფე გინდა ხო და ტრადიცია მე მგონი ერთგვარი ჩვენი ქალაქის მაგი და ჩვენი ქალაქელების ხო რაღაცა კულტურის ნაწილად არის და ამიტომ ამიტომაც გამოგვივიდა ახლა კარგი საუბარი რომ ყავასთან მზივართ. გაიხარეთ. ძალიან დიდი მადლობა ედიშერ მადლობა შენ ლალი მოწვევისთვის. დავემშვიდობოთ მოდი ჩვენს მაყურებელს. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარი იყო ედიშერ ლომაძე, რომელიც არის გეოპლანეტის დამფუძნებელი და ჩვენ კომენტარებში ჩავაგდებთ ლინკებს, სადაც შეგიძლიათ ედიშერის მუსიკა მოისმინოთ.